ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იმყოფება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვია წიჭინავა. გამარჯობათ ბატონო ზვია, დიდი მადლობა რომ მოვიძანეთ სტუდიაში. ჩვენთან იყო ეთერში სპორტის მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი და ისაუბრა აი იმ შეხვედრების შესახებ, რომელსაც თქვენ წესწრებოდი და ძალიან დამოიმედებელი ინფორმაციაა ფეხბურთის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მოდით ნახოთ ჩვენ სიუჟეტი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს თუ რაზეა საუბარი და შემდეგ დავიწყებთ უკვე საუბარს ჩვენ სტუმართან. ქართულ ფეხბურთში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრის გეგმა წარუდგინეს, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ფეხბურთის დონისა და ხარისხის ასამაღლებლად. პროექტი 3 წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს, რისთვისაც სახელმწიფომ წელიწადში 33 მილიონი, ჯამში კი 99 მილიონი ლარი უნდა გამოხოს. ფედერაციის პროექტით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თითოეული კლუბის სეზონის განმავლობაში 1.500.000 ლარს მიიღებს. ამავე პროექტის მიხედვით უმაღლესი და პირველი ლიგების თასის გათამაშების საპრიზო ფონდი 7.800.000 ლარით განისაზღვრება. პირველი ლიგის თითოეული კლუბის საბანკო ანგარიში სეზონში 400.000 ლარით გაიზრდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც იმ პროექტზე იმუშავებს, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებას ითვალისწინებს. კომისიას თავად ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში საკუთარი პროექტი სპორტის სამინისტრომაც წარადგინოს. კომისიის ჩამოყალიბება, რომელიც სათავეშიც პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა და მისი ინიციატივით მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთისთვის, იმიტომ რომ აქამდე რაც ხდება და რამაც გამოიწვია ეს ქმედება, იყო გამომდინარე იქიდან, რომ დალაგებული არ იყო სტრუქტურა და არ არის დალაგებული სტრუქტურა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორედ განსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყანაში და პრიორიტეტები მოგეხსენებათ გახლავთ ბავშვთა ფეხბურთი, ეროვნული ჩემპიონატი, მასობრივობის გაზრდა. ის პროექტის მიხედვით 3 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში მოთამაშეების ჩათვლით 4.000 ადამიანი დასაქმდება და კლუბებში როგორც მენეჯმენტის, ასევე მარკეტინგის საკითხები მოგვარდება. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში იმისთვის, რომ გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს, უნდა აუცილებლად სერიოზული დიაგნოზი დაესვას, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ფეხბურთი, რა მიიყვანა და გაანალიზება და მოხდეს შეფასება იმ პროცესების, რაც ბოლო წლებში იყო ქართულ ფეხბურთში. იმიტომ რომ რაოდენიმე პარადოქსული არ უნდა იყოს, ის გუნდი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, მე ვფიქრობ ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტს, მათ აქვს სწორედ დღეს პრეტენზია იმისა, რომ ფეხბურთი ეს ახალი ინიციატივები გაითავისონ რაღაცნაირად და ისევ მოვიდნენ მენეჯმენტში. ეს არის ფედერაცია, რომელიც ყველას ამისა გამლესაც კი უკიჟინებდა, რომ ჩემპიონატის ჩატარება თავის თავზე აიღოს, როგორც კი დაინახეს, რომ შეიძლება ფული გამოჩნდეს და რესურსები იმისა, რომ ჩემპიონატი აღორძინდეს ფეხბურთელს, ახლა პირიქით პრეტენზია იმისა, რომ კვლავ მათ მართონ და არა მარტო ეს ჩემპიონატი, ამათ შემდგომში ფეხბურთის. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს პირველ რიგში სწორი ანალიზი და რაც ყველაზე მთავარი არის დეფიციტიც არის, ეს არის ნდობა, სამართლიანობა და პროფესიონალიზმი.